პუერტო-რიკოს გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონ პროექტს, რომელიც ნაყოფის ადამიანად აღიარების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. ექიმები და იურისტები შიშობენ, რომ ეს ნაბიჯი ამერიკის შეერთებული შტატების კარიბის ზღვის ტერიტორიისთვის მძიმე შედეგებს მოიტანს. რეპროდუქციული უფლებების მხარდამჭერები სან-ხუანში მთავრობის შენობის წინ შეიკრიბნენ, რათა სენატის 923 კანონ პროექტის წინააღმდეგ გამოეხატათ თავიანთი წინააღმდეგობა. გუბერნატორმა ხელი მოაწერა სენატის 923 კანონ პროექტს, რომელიც ხელახლა განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს მკვლელობას. ამ ცვლილებებით იქნება შთაბეჭდილება. აბორტი აკრძალული გამოდის იმის მიუხედავად, რომ სხვა კანონის მიხედვით აბორტი კვლავ ლეგალურია. აბორტი პრობლემა არ არის. ეს არ ეწინააღმდეგება ჩვენს მორალს, ეს არ ეწინააღმდეგება ჩვენს რწმენას და რა თქმა უნდა არ ჩვენს კონსტიტუციას. გადაწყვეტილების მიღება ჩვენი უფლებაა. ჩვენ არასდროს დავნებდებით, რადგან სასწორზე თავად სიცოცხლე დევს. სასწორზე დევს ის, რომ ჩვენ თავად გადავწყვიტოთ, როდის გავხდეთ მამა ან დედა. მით უმეტეს თუ სამედიცინო პრობლემა იჩენს თავს. ამიტომ ბრძოლას გავაგრძელებთ. ახალი კანონის ამოქმედებით აბორტების კრიმინალიზაცია მოხდება. ექიმები შიშობენ, რომ გართულებული ორსულობის მქონე ქალებს, სავარაუდოდ კერძო კლინიკის ექიმები უარს ეთყვიან აბორტის პროცედურაზე, რაც საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ცუდად აისახება. სამოქალაქო აქტივისტები პროტესტს აგრძელებენ.